მოგიყვეთ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის შესახებ. კახეთში, ფიროსმანის სოფელ მირზაანში ცხოვრობს დემეტრე, ბიჭი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ოჯახზე, არამედ გარემოზეც ზრუნავს. დემეტრი ამბობს, რომ მშვენივრად ცხოვრობს, კარგად იცის, რატომ დადის დედა იოგაზე, როგორ უნდა დაახნას, დაათესოს. მოკლედ, ნინო მაჭარაშვილი ესტუმრა მას და შეგვიძლია ახლა ვნახოთ ბიჭი ფიროსმანის სოფლიდან სიუჟეტი. კახეთი, მირზაანი. ეს დემეტრია 5 წლის. 9 ჯერ რომ გათენდება და დაღამდება 6-ის ხდება. დღეს 7 საათზე იწყება. ბევრი საქმე აქვს. უნდა დააპუროს ეილის ბარა, იხვები, ძროხა. შეაგროვოს კვერცხები. დახნას, დათესოს. ხან დედამისიანაც ეხმარება, მაგრამ მითითებებს მაინც დემე აძლევს. ცოტა ახლო. რატო? გქონდეთ ადგილი არის ჭუბონ. ცოტა ახლო. თვითონ თესვას რომ მორჩა, ხეზე მოკალათებულმა გასცა ბრძანება. მიდი მარწყე. დემემ ვერაფრით გაიგო, რატომ დავყვებოდით კუჩში. დედა რისთვის ჩამოვიდნენ? რო გადაგიღონდე, შენ ცხოვრება აინტერესებს ხალხს. როგორ უნდა ვიცხოვრო შვენივრად? ამასობაში მამამის დათასაც წაუკრა ხელი. როდი შეიძლება? 1 2 3 4 ხოდი აქვს. რა. უთხარდი და მამა გაიცნეს ერთმანეთი ლიტერატურულ საღამოზე. შენ დადიოდი ყაზბეგიდან ახმეტაში, ჩემს სანახავად და უნდა მოყო შენ. მე ძალიან მიყვარდა, თითი დღე ლამაზდებოდა. ამაზე ლამაზი მე არავინ არ მეგულება, ყოველთვის გვერდზე დაუდგები. კარგი. მიდი მოყევე. ხო, ერთმანეთი გავიცანით უნივერსიტეტში, მოკლედ. ყველაზე ლამაზი გოგო იყო. ამომწურავი იყო? არა, არ იყო ამომწურავი. მოდი შენ ჩამოჯექი. რა იყო დაჯექი, მოდი. არც ვაპირებდი სხვათა შორის აქ დაბრუნებას, მაგრამ დემე რაც გვეყოლა, მაგის მერე გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი კი არ იყო, აუცილებელი იყო რა. აქ კარგად ცხოვრობ რა. ის რა არის იქ რაც გაქვს. იქ რა თბილის სკოლის ყოფ რაღაცა და შეგვიძლია რომ გვეცხოვრა. ყოველ დღე გაქვს და გენატრება აქ. ქალაქს იცის როდის ქონდა უპირატესობა საბუდრელი ჭაბუკი რო გადაიღეს. მაშინ ქონდა უპირატესობა და ეხლა აღარ. ვაბრალებთ დემეტრეს. ვითომ დემეტრესთვის ცხოვრობთ აქ, ვითომ არა მაგისთვის ცხოვრობთ, მაგრამ რეალურად მეც და ჩემი მეუღლეც შეყვარებულები ვართ სოფელზე. ქალაქში ბავშვი შეიძლება მაქსიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიყვანო ეზოში, გაასეირნო. აქ დემის უგარეთ არის, მაგალითად ზაფხულში მარტო ღამე შედის რომ დაიძილოს. გადავიდეთ თბილისში? გინდა თბილისში ცხოვრობ? რატო? მინდო. წავიყვანოთ ელიზბარეთს. ბუნება კაია. დედა იოგაზე დადის. ხოთ შორს მე და დემე ერთად ვაკეთებთ ხოლმე. მე ხანდახან კი. იოგაზე დადის რომ არ დაბერდეს. მოკლედ იოგა კარგია. დემეტრეს უგვეკითხება ხოლმე როდის დავბერდებით. მე რომ ამდენი წლის ვიქნები, შენ რამდენი წლის იქნები და მე რომ ცოლს მოვიყვან და შვილები მეყოლება, უთხრას რომ უთხრა შვილება რომ მოდი დაძე და დედამ რომ არ უთხრეს, კოჭლი ვარო და ცოტა ვეღარ დავჯდებიო, მაგიტომ დადის იოგაზე. სახლის საქმეების გარდა დემე უბნის დასუფთავებასაც ასწრებს. როგორც ხედავთ, მართლა მშვენივრად ცხოვრობს.